სტეროიდები. მოგესალმებით, მე ვარ არშემდგარი ექიმი და დღეს გიამბობ სტეროიდების უკუჩვენებების შესახებ. შეიძლება მსმენია ფრაზები ფიტნეს ინფლუენსერებისგან, რომ არა, მე სტეროიდებზე არ ვსაუბრობ, ეს ხომ ცოდვაა, კაცი. ვითომ რაღაც NASA-ს გასაიდუმლოებული პროექტი იყოს. ნუ სიმართლე ის არის, რომ ამაზე არ საუბარი ცნობის მოყარებას კიდევ უფრო აღვივებს, უცოდინრობას კი უამრავი ადამიანი შეცდომაში შეჰყავს. ამიტომ დღეს ვეცდები ფარდაავხადო ამ საიდუმლოს და დაგანახოთ სრული სიმართლე სტეროიდებზე. დავიწყოთ. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ სტეროიდები ერთმანეთისგან განსხვავდება. როცა სტეროიდებს ფიტნეს სფეროში ვახსენებთ, ძირითადად გულისხმობთ ანაბოლურ ანდროგენულ სტეროიდებს და არა მედიცინაში გამოყენებულ მაგალითად კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ანთების, ასთმის ან სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროს გამოიყენება. ანაბოლურ ანდროგენური სტეროიდები AAS არის მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის სინთეთიკური ვერსია. სიტყვა ანაბოლური ნიშნავს კუნთის მშენებელს, ხოლო ანდროგენური შეესაბამება მოზღვავებულ მამაკაცურ სასქესო ნიჭენთვისებებს. მაგალითად, ჭარბთმიანობა, ბოხი ხმა და ასე შემდეგ. ლაბორატორიაში ტესტოსტერონის სინთეზირდება ქოლესტერინისგან, ზუსტად ისე როგორც ჩვენი სხეული აწარმოებს ბუნებრივ ჰორმონებს. ქიმიკოსები სხვადასხვა გზებით ცვლიან ტესტოსტერონის მოლეკულას, რათა შექმნან მისი სხვადასხვა ტიპები. მოდიფიკაციები გავლენას ახდენს თუ რამდენ ხანს დარჩება ის ჩვენს ორგანიზმში, რამდენად ძლიერია და რამდენად მჭიდრო დებმის ანდროგენულ რეცეპტორებს. მეტად ანაბოლური უდრის მეტკუნთოვან მასას, ნაკლებად ანდროგენული კი ნაკლებ გვერდით ეფექტებს. გვხვდება სხვადასხვა ტიპები: ტესტოსტერონ ენანტატი, ხანგრძლივად მოქმედი, ინიექცირებადი, დიანაბოლი, ორალური ძლიერ მოქმედი პრეპარატი, თუმცა ღვიძლისთვის მომწამლელი. ყველასათვის ცნობილი ტრემბოლონი, რომელიც არის ძალიან ძლიერ მოქმედი, თუმცა თან სდევს ასევე ძალიან ძლიერი გვერდითი ეფექტები. ანავარი, შედარებით მსუბუქი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ქალებში. ასევე გვხვდება შედარებით უსაფრთხო ალტერნატივები, მაგალითად სარმები, იგივე სელექციური ანდროგენ რეცეპტორული მოდულატორები და სხვა. როგორ მოქმედებს სტეროიდები? როცა სტეროიდები სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხდება, ისინი მიემართებიან კუნთოვანი უჯრედებისაკენ. უჯრედში ისინი უკავშირდებიან ანდროგენულ რეცეპტორებს, გასაღების და საკერის პრინციპით, წარმოქმნილი სიგნალი აღწევს უჯრედის ბირთვში და ცვლის გენურ ექსპრესიას. შედეგად ჩვენი ორგანიზმი აძლიერებს ცილის სინთეზს. მეტი ცილის სინთეზი კი უდრის მეტი კუნთოვანი მასის მატებას და სწრაფ აღდგენას. ასევე მცირდება კორტიზოლის, კატაბოლური ჰორმონის წარმოქმნაც, რაც კიდევ უფრო აჩქარებს აღდგენას. მოკლედ, სტეროიდები თვით გენეტიკასაც კი ატრიალებს და ორგანიზმს უბიზგებს, რომ გადააჭარბოს მის ნატურალურ ლიმიტებს. და თუ არ იცით რამდენად დიდია გენეტიკის როლი, აუცილებლად გადახედეთ წინა ვიდეოს. როდესაც ვამბობ, რომ უბიზგებს ორგანიზმს გადააჭარბოს ნატურალურ ლიმიტებს, აქ საუბარი არ არის მცირე სხვაობაზე. თუ ნატურალი ათლეტი ვარჯიშობს მძიმედ, იკვებება სწორად და გენეტიკაც ხელს უწყობს, შეიძლება მოიმატოს 2-დან 4 კილოგრამამდე მშრალი კუნთოვანი მასა წელიწადში. მაქსიმუმ 5 თუ რაღაც თავის პრაიმშია. ხოლო ათლეტს ერთი ციკლით 3-დან 4 თვის შუალედში შეუძლია 8-დან 12 კილოგრამამდე მშრალი კუნთოვანი მასის მომატება. ნატურალს კი იგივე შედეგის მისაღწევად 3-4 წელიწადი მაინც დასჭირდება, ისიც თუ გამომართლებს. აი, ამდენად დიდია სხვაობა. სტეროიდები უბრალოდ კი არ აღადგენს ჩვენს კუნთებს, ჩათვალეთ დნმ-ის დონეზე უბრძანებს ჩვენს ორგანიზმს, რომ გაიზარდოს. თანაც ისე, რომ ზრდის პროცესში შეინარჩუნოს დაბალი ცხიმის პროცენტულობა. სწორედ ამიტომ არის ამ ხელა სხვაობა ფორმებში და სწორედ ამიტომ ისწრაფვის ამდენი ადამიანი სტეროიდებისაკენ. მაგრამ რა იმართება ჩვენს ბუნებრივ ჰორმონებს? როცა ორგანიზმში სინთეთიკური ტესტოსტერონი შეგვყავს, თავის ტვინი ჰიპოთალამუსი იტყობინება მის ჭარბ რაოდენობაზე. კომპენსაციის მიზნით კი ითრგუნება LH-ის და FSH-ის სათესლე ჯირკვლების მასტიმულირებელი ჰორმონების მოქმედება. სათესლე ჯირკვლები კი ფიქრობენ, რომ საქმე აღარ აქვთ და იჭმუხნებიან. და თუ კი სტეროიდების მიღებას მოულოდნელად შეწყვეტ, ორგანიზმი ვერ ახერხებს, რომ მაშინვე დაუბრუნდეს წონასწორობას. რაც იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას, დეპრესიას, კუნთოვანი მასის დაკარგვას და ჰორმონალურ დარღვევებს. და სწორედ ამ დროს იჩენს თავს გვერდითი ეფექტები. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციებს. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მოგესალმებით, მე ვარ არშემდგარი ექიმი და დღეს გიამბობ სტეროიდების უკუჩვენებების შესახებ. პირველი, აკნე. სტეროიდები აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ზრდის ცხიმის გამომუშავებას. მეტი ცხიმი კი იწვევს ფორების დახშობას, რაც ატრიგერებს აკნეს. თმის ცვენა. ჭარბი ტესტოსტერონი გარდაიქმნება DHT-ით, დეჰიდროსტერონად, რაც ასუსტებს თმის ფოლიკულებს და თუ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, დიდი ალბათობით თმები გავსუდებთ. აგრესია. იგივე roid rage. ტესტოსტერონი მოქმედებს ტვინის ნაწილზე, რომელიც არეგულირებს ჩვენს ქმედება-განწყობას. შეიძლება გახდე იმპულსური, გაღიზიანებული ან ბრაზიანი. ნუ ყველა ხალხი არ ხდება, მაგრამ უმეტესობა ამ ცვლილებებს ამჩნევს. გულის პრობლემები. სტეროიდები ზრდის ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინის LDL-ის და ამცირებს კარგის HDL-ის წარმოქმნას. ასევე ასქელებს გულის კუნთს და იწვევს წნევის მატებას. შედეგად გულს უწევს გადატვირთული მუშაობა. გინეკომასტია, ეგრეთ წოდებული მამაკაცის მკერდი. ჭარბი ტესტოსტერონი შეიძლება ორგანიზმში გარდაიქმნას ესტროგენად, ქალურ სასქესო ჰორმონად, რაც იწვევს სარძევე ქსოვილების განვითარებას. ეს არ არის ცხიმი, ამიტომ მის მოსაცილებლად ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ღვიძლის ტოქსიკურობა, განსაკუთრებით პეროლალური სტეროიდების გამოყენებისას. ისინი
ისინი შექმნილია ისე, რომ გადაურჩნენ საჭმლის-მომნელებელ სისტემას, თუმცა ეს უდიდეს ზიანს აყენებს ღვიძლს. და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივი ტესტოსტერონის დათრგუნვა, რაც საჭიროებს ციკლის შემდგომ თერაპიას, თუმცა არც ეს იძლევა გარანტირებულ შედეგს. და მაინც, რამდენად რეალურია ფრაზა, რას გვაუნებს ერთი ციკლი? მოდი განვიხილოთ. ერთი ციკლი დიდი ალბათობით თქვენს ტესტოსტერონს ძალიან დიდ ბუსტს მიცემს. გაძლიერდები, მოგემატება კუნთოვანი მასა. მაგრამ რა ხდება შემდგომ? გვერდით ეფექტებს არ აინტერესებთ, პირველად ხარ გიარზე თუ მეათედ, ამიტომ ანალოგიურად მოგიწევს შეეჭიდო მის დამანგრეველ ეფექტებს. ასევე არის მენტალურად ძალიან მძიმე, რადგან ციკლის დროს თავი ღვთივად იგზენი და ბოლოს კი დაგჭა უბრალოდ გვერდითი ეფექტები. და სწორედ აქ არის დამოკიდებულების მომენტი, რასაც ან გაუძლებ, ან ვერა. და ხო, ნატურალობის კლუბიდანაც ამოეწერები. რადგან მაშინაც თუ სტეროიდების მიღებას შეწყვეტ, შენი ჰორმონალური ღერძი, ჰიპოთალამუსი, ტესტიკულარული ღერძი უკვე შეცვლილია. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, რათა ბუნებრივად აღედგინოს ჰორმონალური ბალანსი. და ზოგჯერ სრული აღდგენა ვერც ხერხდება. პროფესიონალურ სპორტში, მაგალითად ბოდიბილდინგში, უბრალოდ დაუწერელი კანონია, რომ სტეროიდების გარეშე კონკურენციას ვერ გასწევ. ანალოგიურად პოვერლიფტინგში, სტრონგმენში, მკლავჭიდში და ოლიმპიურ სახეობებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დოპინგ კონტროლი. თუმცა ასევე არსებობს მისი გვერდის ავლის მეთოდები. დოპინგ კონტროლი არ მოქმედებს როგორც დეტექტორი. ის ამოწმებს კონკრეტულ ნიშნულებს კონკრეტულ მომენტში. სპორტსმენს კი შეუძლია დროის მანიპულირებით გაძვრის. მაგალითად, მიიღოს სწრაფად მოქმედი სარმები, რომლებიც სისტემას 48 საათში ტოვებს. და უბრალოდ მარტივად რომ შევხედოთ, ზოგიერთ სპორტის სახეობაში კონტროლი უბრალოდ ფორმალობაა და მოელიან კიდეც რომ იქნები დაბუსტული. სამწუხაროდ უამრავი ადამიანი 17-18 წლის ასაკში იწყებენ ნემსების გაკეთებას, თუმცა რას იკეთებენ ამის დასახელებასაც კი ვერ წარმოთქვამენ. არანაირი სიცხლის ანალიზი, არანაირი ინფორმაცია, არანაირი შემდგომი თერაპიები და კვლევები. უბრალოდ იკეთებენ რა, მარტო იმიტომ რომ მათი ფავორიტი ინფლუენსერი მაგარ ფორმაშია და თვითონაც უნდათ რომ მაგარ ფორმაში იყოს. რაც დანაშაულია. სტეროიდები უდაოდ ძლიერია, თუმცა მის მოხმარებას დიდი საფასური მოსდევს. და ესე შემთხვევით ჰაერზე მისი მიღება არის უბრალოდ სისულელე. თუ კი გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იცოდე მაინც თუ რას აკეთებ. და ამ ვიდეოს აზრით სწორედ ეს არის. მე არ ვცდილობ ვინმეს რაიმე მიუთითო, მაგრამ თუ კი სტეროიდების მოხმარებას გადაწყვეტ, იმედი მაქვს ზოგადი წარმოდგენა მაინც დაგრჩებათ თუ რასთან გაქვთ საქმე. დაცხა. მოკლედ სულ ეს იყო. თუ დაგეხმარათ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ სხვა რა თემის განხილვებს ისურვებთ.